გაინტერესებს განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზი, გამოცდილ წამყვანებთან და კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად. ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს შენს ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ნახავ და მოისმენ მხოლოდ აქ, სოლიდარობის სტუდიაში. გამოიწერე ჩვენი არხები და გვისმინეთ სოციალურ ქსელში, YouTube-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე. მოძებნე სოლიდარობის სტუდია. მოგესალმებით სოლიდარობის სტუდიის ეთერიდან, ეს ახალი პარადიგმა, ამ გადაცემის წამყვანი მერაბ ჭიქაშვილი ვარ. უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ ეს ეთერი არ იყო დაგეგმილი, მაგრამ რადგან გამომდინარე თარიღიდან თუ რა თარიღიც არის დღეს არის 7 ნოემბერი 2025 წლის, თუმცა 18 წლის უკან 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის მმართველობის დროს და პირადად სააკაშვილი და მთელი მისი გუნდი ისტორიაში შევიდნენ, არ ვიცი როგორც ქვეყნის საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან მმართველად, შეიძლება ითქვას სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილს უკან არც დაუხევია არც ერთი ნაბიჯით, არც ერთი წამით და სწორედ 2012 წლამდე მან სამწუხარო წარმატებით მიაღწია იმას, რასაც ქვია დიქტატორის შეასრულა ყველა მოვალეობა და საქმიანობა, რასაც კი დიქტატორი ითვალისწინებს. გვინდა ჩვენ რომ დღეს 2025 წელს უკვე 18 წელი გავიდა 7 ნოემბრის შემდეგ, გვინდა რომ საზოგადოებას ჩვენ სპენელს და მაყურებელს ჩვენი სტუდიის ჩვენი სოციალურ ქსელებში, YouTube-ის და Facebook-ის მაყურებლებს შევახსენოთ და გავახსენოთ, რა თქმა უნდა, ყველას კარგად ახსოვს თუ რა მოხდა და როგორ მოიქცა სააკაშვილი და რა იყო საერთოდ 7 ნოემბრის 2007 წლის 7 ნოემბერი, მაგრამ გვინდა რომ ჩვენ გავუშვათ ფილმი, რომელიც მოამზადა სოლიდარობის სტუდიამ ერთი წლის უკან, სწორედ ჩვენ ეს ფილმი მოამზადეთ და მაშინაც სწორედ აი ამ თარიღს მიუძღვენით, თუმცა ნუ მაშინ ასევე იყო საუბარი, გახსოვთ თქვენ რამოდენიმე წლის უკან იყო საუბარი სააკაშვილის შეწყალებაზე, ნუ შეიწყალებდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი და სწორედ მაშინ მომზადა ეს ფილმი. რა თქმა უნდა, მთავარი ეს ფილმი არის დაფუძნებული სწორედ იმ ფაქტებზე, იმ რეალობაზე სამწუხაროდ, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს იყო, თუმცა ეს ფილმი სწორედ იწყება 7 ნოემბრიდან. და 7 ნოემბრამდე ვიცი და ყველას გვახსოვს რა იყო სანდრო გირგულიანის და ბუტა როფაგიძის ამბავი. დღეს ეს საზოგადოებისთვის შეიძლება ითქვას უკვე არც თუ ისე კარგი გასახსენებელია და ცუდია როცა ისევ ამ თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რადგან 7 ნოემბერია, ჩვენ გვინდოდა რომ გვენახებინა ჩვენი დოკუმენტური ფილმი, რომელიც რამოდენიმე წლის უკან მომზადდა სოლიდარობის სტუდიის ჟურნალისტების მხრიდან და მინდა რომ ერთ რამეს გაუსვა ხაზი. რა არის ჩვენთვის მთავარი და რა ყველაზე მთავარი პასუხისგებლობა და ასე ვთქვათ მოვალეობა რა აიღო იმ მთავრობამ, იმ ახალმა მთავრობამ, უკვე აღარ არის ახალი, რომელიც 2012 წელს მოვიდა, ქართული ოცნება, ბატონი ბიძინევანიშვილი, თითქმის ბევრჯერ შეცვლილი პრემიერები და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ დღეს ნომერ პირველ ამოცანად მაინც რჩება და ნომერ პირველი გასაკეთებელი მაინც ქართულ ოცნებას აქვს სამართლიანობის აღდგენა და მართლა გასამართლება და ბოლომდე კანონის წინაშე პასუხის მიცემა, პასუხის გაცემა იმ ხალხზე, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. კი ბატონო, ჩვენ ნახეთ რომ რამოდენიმე დღის უკან გენერალურმა პროკურატურამ და გენერალურმა პროკურორმა უკვე ფაქტიურად სამართლებრივად და სისხლისამართლის ბრალი წარუდგინა სამშობლოს ღალატისთვის და შესაბამისად ვფიქრობთ და კიდევ მინდა რომ ბოლომდე იმედი მქონდეს იმასთან დაკავშირებით რომ დიახ მართლაც
საბოლოოდ კანონის სრული დაცვით და ის რასაც იმსახურებს სააკაშვილი იქნება თუ მისი გუნდის ყოფილი თუ დასაქსული წევრები მიიღებენ საბოლოოდ თავიანთ პასუხს მაგრამ კი ძალიან დაუგვიანდა ეს გაგრძელდა ეს პროცესი მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს საზოგადოება და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მხოლოდ ამ კუთხით ითხოვს სამართალს და მხოლოდ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს დასჯილი ფიქრობთ, დაველოდოთ, არ ვიცით, როგორ იქნება, იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანე და არ მოხდება საზოგადოების მორიგი მცდელობა, რომ მოტყუებულ იქნას, რადგან ეს სჭირდება მომავალ თაობასაც და ზოგადად სახელმწიფო რო ჩამოყალიბდეს, სახელმწიფოს ფუნქცია და სახელმწიფოს როლი, კანონი რომ იყოს გათვალისწინებული, ჩვენ ხვალინდელ დღეს სჭირდება და ჩვენ ხვალინდელ თანაცხოვრებას სჭირდება. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ ვისთან უწევს თანაცხოვრება. და ალბათ ყველა უნდა იყოს დასჯილი ზუსტად ისე როგორც ითვალისწინებს კანონი და როგორც იმსახურებენ ისინი თვითონ კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა არასოდეს და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მე არასოდეს არ ყოფილვარ ემპათიურად განწყობილი სააკაშვილის მიმართ და რაც არ უნდა და როგორც არ უნდა გამწარებული ვიყო რა თქმა უნდა არანაირად არ უსურვებ მას ისე მოიქცენ გინ ციხეში გინ სხვაგან როგორც ის და მისი რეჟიმი ექცეოდა სხვა პატიმრებს დღესაც არიან პატიმრები რომლებიც იმყოფებიან ციხეში ზოგი თქვა აღიარებული და ბრალით ზოგი სრულიად უდანაშაულო მის დროინდელი პატიმრების და შესაბამისად რა თქმა უნდა პირველ რიგში ვალდებულება პასუხისმგებლობა მორალური ზნეობრივი გვაქვს მათთან ვისაც პირველ რიგში ღირსება შეულახა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა. მოკლედ ვნახოთ ახლა დოკუმენტური ფილმი რომელიც ჩვენმა სტუდიამ მოამზადა ჯერ კიდევ ერთი წლის უკან და საინტერესო იქნება რომ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას და ვეუბნებით რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე. ნომერ პირველი ამოცანა და დაპირება რომელიც იყო სამართლიანობის აღდგენა 14 წლის თავზე მაინც მართლა დაასრულოს ისე როგორც ჩვენ ბოლოს მოვისმინეთ და ყველა კანონის წინაშე იყოს პასუხისმგებაში მიცემული მეტასტაზე კიბოსი აი ეს დაავადება საშინელი რომელიც ნაცნობ მოძრაობის სახით სააკაშვილის სახით ქართულ საზოგადოებას და ჩვენ ქვეყანას აი ესე შემომჯდარია უკვე ამდენი წელია ხო ბოლომდე უნდა განიკორნოს და ბოლომდე უნდა ასე ვთქვათ ამოიკვეთოს და ეს არის სწორედაც ის საშინელი დაავადება რომელიც თუ ბოლომდე არ მოიკვეთა და სამართლებრივად ყველაფერი არ დაალაგდა ძალიან ძნელი იქნება რომ ჩვენ სხვას უთხრათ ვინმესკენ თითი გავიშვიოთ სამართლიანად მოიქცეს ნებისმიერი მთავრობა უარეს გააკეთებს ამ შემთხვევაში მოკლედ ნახოთ დოკუმენტური ფილმი დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მე გემშვიდობებით კარგად ზანდებოდეთ ნახვამდის მიწამეს 14 ჭრილობა მიაყენეს და მოკლა არ გვინდოდაო 14 ჭრილობას კაც რო აყენებ შეიძლება ითქვა რომ მოკლა არ მინდოდაო ხო უნდა გაგიჟდე ხალხო ხო უნდა გადაირიო ყველაზე ბედნიერი რომ ვიყავი მაშინ მომკლეს მე მაშინ ხალხო უბედნე ყველაფერს რომ მივაღწიებ სადრო კაცი გამიზარდა და მაშინ მომკლეს ხალხო მაწამეს და ისე მომკლეს მე ვარ სანდრო დღეს მე სანდროს მაგირად ვიბრძოლებ მე გავეცი ბრძანება ერთი წამით ამას არ ვნანო გახსნან ცეცხლი და ადგილზევე მოკლან გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას ჩვენ ამ ხალხისთვის ტყუები არ გვენანებთ
იმ ფონზე, როდესაც სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, საქართველოში კვლავ იმაზე ვსაუბრობთ, არის თუ არა სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი და შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი არაერთ დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს. ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყანაში არსებულ რადიკალურ და დასავლეთიდან მართულ ჯგუფებს დიდი ხანია შეუერთდა, არ გამორიცხავს, რომ დემოკრატიისა და ევროპელობის სახელით კრიმინალი პატიმარი შეიწყალოს. მისი ყველა გამოსვლა, განცხადება თუ ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ზურაბიშვილმა თავისივე მოღალატეობრივი პოლიტიკით თავად ომის პარტიის ნაციონალური მოძრაობის მოწონებაც კი დაიმსახურა. მისი ბოლო გამოსვლაც პარლამენტში სწორედ ამაზე მეტყველებს. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყანაში მუდმივი არეულობისა და დესტაბილიზაციის მომხრეა, ახლა მათივე დაბულინგებულ და გალანძღულ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად სურს თავისი ქვეყანა ევროპულ ოჯახში იხილოს, სისხლიანი რეჟიმის ბელადი მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს. ზურაბიშვილი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად და კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრა, სადაც ეგრეთ წოდებულ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მოეფერა და გაამხნევა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკიც. კონფერენციის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკისაც შეხვდა, რომელმაც ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მან ბრალდებულ სააკაშვილს საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო უწოდა. არა და არასოდეს. ეს სიტყვები დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო, არა და არასოდეს. იმიტომ რომ ირინა ინუქიძეს თვალები არასოდეს დამავიწყდება. არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. თუმცა ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, თუ როგორ შერბილდა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებაში. საფრთხე ნამდვილად რეალურია, რადგან რადიკალური ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არჩევნებამდე სიტუაცია არიონ და საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ. ლუქსპალატაში მოთავსებული პატიმარი, რომელიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაშიც არ იხდის, უკმაყოფილოა. ნახველებს იღებს, განცხადებებს ავრცელებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს გაათავისუფლონ პატიმრობიდან. ხანი შიმშილა, ხანი ტირამ, ხანაც თავი მოწამლულად გაასაღა და ასეთ სიმულაციურ ქმედებებში გაატარა პატიმრობის 2 წელი. ორი გვამის პარტიის ლიდერი თავს უდანაშაულოდ თვლის და აცხადებს, რომ მას ამ ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. დამნაშავე სააკაშვილს მხარს უბამენ ევროპაშიც, სადაც საკუთარი ლობისტები ყავს, რომლებიც დემოკრატიის სახელით გვესაუბრებიან და მიხეილ სააკაშვილს უდანაშაულოდ ასაღებენ. იმასაც კი გვიმტკიცებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დამნაშავის გათავისუფლებაზე გადის. ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა ესეც არ იკმარეს და ლუქსპალატაში მყოფი პატიმარი იპიპის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის გათავისუფლება დიდი ხანია მოფიქრებული აქვს და ახლა ცდილობს ეს ფაქტი ქართულ საზოგადოებას შეფუთულად მიაწოდოს. შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი, ეს არც მე ვიცი, არც სალომე ზურაბიშვილმა არ იცის. ეს იციან სალომე ზურაბიშვილის პატრონებმა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ყავს პრეზიდენტი, რომელიც ემსახურება არა საქართველოს ინტერესებს, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესებს და ემსახურება და ემორჩილება უცხო ქვეყნის
ინტერესებს და მის პატრონებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ რა ჯობია იმისთვის რომ ნაციონალურ მოძრაობას, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტი ხმა მოაგებინონ. გამოუშვან სააკაშვილი და სააკაშვილის ხელმძღვანელობით ვთქვათ მიიღოს ხმები ნაციონალურმა კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ თუ პირიქით იყოს ციხეში სააკაშვილი და თქვათ ეს კარტია თამაშო რო ადამიანი ციხეში უმძიმეს მდგომარეობაშია და დღეს არახვალე მოკვდება და პირიქით სალომე ზურაბიშვილი ჩაუყენონ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს სათავეში მის ქვეშ მოახდინონ ოპოზიციის გაერთიანება. ეს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი. სალომე ზურაბიშვილის იმდენი ჭკუა აქვს და ესმის რომ სააკაშვილის შეწყალებას არავითარი აზრი არ აქვს. ერთადერთი რისთვისაც ეს შეიძლება იყოს გამოყენებული და მე ვფიქრობ რომ ეგრეც იქნება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეიწყალებს იმისთვის რომ ისევ დააბრუნონ ციხეში. იცი ძალიან კარგად, იმიტომ რომ რამდენიმე საქმე არის, გარდა იმისა, რაზეც მისჯილი აქვს და მხოლოდ მისჯილი ადამიანის შეწყალება შეიძლება იმ ადამიანის, ვისაც ჯერჯერობით სასჯელი გამოტანილი არა აქვს, იმის შეწყალება შეუძლებელი ხა საქმეებს ვერ გააჩერებს. გამოძიებას მაგის უფლებამოსილება არ გააჩნია. ამიტომ თუ გააკეთებს ამას და ალბათ გააკეთებს, მაგისგან არაფერი აღარ არის გასაკვირი. ადამიანის სულს რო გაყიდის და სამშობლოს რო გაყიდის, იქ უკვე ყველაფერზე წამსვლელია. სააკაშვილის რეჟიმი ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ასოცირებულია მრავალ დანაშაულთან და მრავალ ქვეყნისთვის მანკიერ ქმედებებთან, ეს იქნება ადამიანების ტერორი, ეს იქნება ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა, ეს იქნება პიარის დიქტატურა, წამება ციხეებში, გაუპატიურება ციხეებში, საგანმანათლებლო სისტემის მოსპობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ მორალურად მისი განთავისუფლებაზე მსჯელობაც კი არის ყველანაირად მიუღებელი და დაუშვებელი. ღია წყაროებში არსებული ინფორმაციების ანალიზი გვიჩვენებს ისეთ მნიშვნელოვან პროცესის ინსპირირებაზე, როგორიც არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება. ვფიქრობ, რომ ამ მოვლენის მხოლოდ ერთი მხრივ შეფასება არ უნდა განხორციელდეს და მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესის ინსპირირება ხელსაყრელი არის უცხო ქვეყნებისათვის, იმ ქვეყნებისათვის, ვინც დაინტერესებულია, რომ საქართველოში მოხდეს პოლიტიკური დესტაბილიზაცია. თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებრივ განწყობას, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალება, შესაძლებელია, რომ ამ პროცესმა გარკვეული მასობრივი პროტესტიც კი გამოიწვიოს. სალომე ზურაბიშვილი კიდე ცალკე ფენომენია. ეს ადამიანი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში და როგორც ჩანს, როგორც მოვლენებმა აჩვენა ჯერ კიდე სააკაშვილის პერიოდის, ის მუშაობს სხვა სახელმწიფოს ინტერესებზე. ანუ ის რასაც აკეთებს, ეს არ არის მისი მხრიდან არც შეცდომა, არც უცოდინრობა, თუმცა არც ერთი აკლია და არც მეორე, არც უცოდინრობა აკლია პოლიტიკის მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ელჩიც იყო საქართველოში და პოლიტიკური თანამდებობაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოში, პოლიტიკისგან ყოველთვის ძალიან შორს იყო ეს ადამიანი. ოღონდ ეს არის ადამიანი, რომელიც კარგად ასრულებდა იმ ქვეყნის დავალებებს, რომელსაც ის ემსახურებოდა. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის ეს ნაბიჯიც ასევე უნდა გავიგოთ, რომ მას აქვს დავალება შესასრულებელი, რომელიც მან უნდა შეასრულოს. საქართველოს უახლეს ისტორიაში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი არის ავტორიტარული სისხლიანი რეჟიმის ხანა, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ანადგურებდა საქართველოს და ქართველერს. თანამდებობაც მოღალატეობრივად დატოვა. ხელისუფლების გადაბარებამდე კუდი მოიქნია და სავარაუდოდ 30,000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცნობილი თურქი პოლიტიკოსის ფეთულა გიულენის თხოვნით ნიურჯლარის რუხი მგლების წევრების თურქეთისა და არაბული ქვეყნების 3,200 მოქალაქეს დაჩქარებული წესით საქართველოს მოქალაქეობა დაუმტკიცა. არ გათიშოთ, გაისვრიანე. ჩვენი ქვეყანა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართო. დაიკარგა და ჩაბარდა საქართველოს ტერიტორიები, რომელსაც ასფალტზე შიშისგან დაგდებულმა, ეგრეთ წოდებულმა მთავარ სარდალმა ქვაღორღიანი ადგილები უწოდა. მეტიც 2008 წლის ომს ის სიცილითაც კი იხსენებდა.
ეს ტელევიზორში ჯობია გავუშვათ ეს რუსი ფრინავი რომელიც ბომბავდნენ აღზნებულები იყვნენ პატიკო თოდორიას ქარხანაზე სადაც მართლა დიდი ხანი არანაირი სამხედრო ტექნოლოგია აღარ არის და ნუ ბომბეს ახლა და ეს ხუთჯერ დაესხენ თავს და ხუთივეჯერ ბედნიერი აცხადებს ტელევიზია რომ კიდევ აცილეს აცილეს დაურეკე ბოლოს ამომასხა ერთ საინფორმაციო გეღვედრებით გეხვეწებით ხვით რომ მოარტყეს გაანადგურეს აღარაც იმიტომ რომ ყოველ გამოცხადებაზე სამჯერ მეტი თვითმფრინავი მოფრინავდა რა შემდეგ იყო მისი აღიარება, რომ სწორედ მან დაიწყო 2008 წელს სამხედრო მოქმედებები. მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ. რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ეგრეთ წოდებულმა მთავარსარდალმა ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა არ იკმარა და 2008 წლის სამხედრო კონფლიქტში ჩართული გმირულად მებრძოლი 2000 სამხედროს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ჯარისკაცებს ბრალად ედებოდათ შეიარაღების და ტექნიკის დატოვება ბრძოლის ველზე. რეალურად კი მსჯავრდებულმა სააკაშვილმა სამხედროებს გმირულად ბრძოლა არ აპატია. ეს უკვე თამამად შეგვიძლია გავასამართლოთ ნაციონალური მოძრაობა პირველ რიგში როგორც ომის დამნაშავე, როგორც პარტია და ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს არათუ ვერ ააცილეს ომი, არამედ ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს ომში ყოფილიყო ჩათრეული, როგორც ხელისუფლება, რომელმაც მიატოვა საკუთარი მოქალაქეები კოდორის ხეობაში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, მიატოვა ახალგორში და 70-ზე მეტი ადამიანი უბრალოდ იმიტომ დაიღუპა, რომ არ გააფრთხილეს დროულად, რომ წამოსულიყვნენ. უნდა გასამართლდეს როგორც ხელისუფლება, რომელმაც წინასწარ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაერღვია ყველა ეს საერთაშორისო ქართული ხელშეკრულება, რომელიც რაღაცნაირად დაბრკოლება იყო ომის გზაზე, გულისხმობ მაგალითად მოსკოვის ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთი და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება იღებდნენ ვალდებულებას, რომ კოდორის ხეობაში არ შეიჭრებოდნენ, სამაგეროდ საქართველოს ჰქონდა ვალდებულება, რომ კოდორის ხეობაში გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ჯარი არ უნდა ჰქონოდა და გარკვეული ტიპის შეიარაღებაზე მეტი არ უნდა ჰქონოდა. ეს ხელშეკრულება იქნა დარღვეული. მე ვისაუბრებ იმ ღირსეულ ჯარისკაცებზე და ოფიცრებზე, რომლებმაც სახე შეუნარჩუნეს ამ ქვეყანას და რომლებიც სხვადასხვა მიზეზების და გამო ფაქტობრივად რიცხვის ადრესატები გახდნენ თავიანთი და ეს რიცხვა ვისგან გამოვიდა? გამოვიდა იმათგან, ვისაც უსუსურობის განცდა გადაუვიდა სიბოროტის განცდაში. შიდა ქართლი, ესე რომ ვთქვათ, გული, ჩემი სამშობლოსი ქვის გროვებში ადარა. აბა თქვენ წარმოიდგენთ თითეული იმ ქვის გროვის შემადგენელი ლოდი და რამდენი ცრემლის სისხლი, ისტორია, განცდა, იძულებული გადაადგილებული ოჯახი და დაღუპული ბიჭები იყვნენ. აი რამდენი ახლა ეს ავიღოთ დალის ხეობა, რომელსაც ზემო აფხაზეთი ეწოდა. და ასე შემდეგ რამდენი ესეთი, რომელიც ნუ რაღაც ლოგიკურად რომ დავიწყოთ საუბარი, ეს დინამიკა მიდიოდა იმით, რომ რაღაც გამართლებისკენ და რაღაც საბოლოო გადაბარებისთვის იყო გამზადებული. ხმე დღემდე ვერავინ ვერ მაჯერებს იმას, რომ ეს არ იყო კარგად შეფუთული გადაბარების ოპერაცია, მაგრამ აქაც ღირსეული ჩვენი გენი და ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების და გოგონების თავგანწირვის ფონით და ხარჯით შეინარჩუნა ჩვენმა ქვეყანამ თავისი სახე. ეხლა რაზე უნდა ვისაუბროთ იმის შემდგომ, როდესაც მოხდა 2008 წელსი მართლა მძიმე საბრძოლო მოქმედებები, რაზეა საუბარი, როდესაც ჩვენზე გაცილებით აღმატებულ მოწინააღმდეგეს ღირსეულად ჩვენმა მეობრებმა და ბიჭებმა ელემენტარულად ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ რო არ ყოფილიყო პატრიარქი, წმინდა სინოდი, სამღვდელოება, ეს ბიჭები დღეღრეში იყვნენ მიმოფანტული, მათი ცხედრები, სული მათი აღზევებული, რა თქმა უნდა, გმირთა სავანეში და აქ პარადს ავმართავდით. და ამ პარადის შემოქმედი და თანამონაწილეები ხო ამ ქვეყნის მოქალაქეებიც ვიყავით. ალბათ ჩვენი ბრალიც ის არის, რომ
გარკვეულწილად, როდესაც პასუხი მოვთხოვეთ უკვე 2011-2012 წელს ამ პასუხის შედეგიც მივიღეთ და ბეჭშიც გავიმართეთ, მაგრამ მანამდე ხო ჩვენ მიუშვით ეს უპასუხოთ. იმ პერიოდში მოგახსენეთ, რომ იყო სამხედროებში უკმაყოფილება. აქედან გამომდინარე დაიწყო სამხედროების დევნა სხვადასხვა სტრუქტურების მიმართ. იყო პერიოდები, როდესაც მებრძოლებს იბარებდნენ კონკრეტულ სამართალდამცავ ორგანოებში, მიდიოდა უკანონო გამოკითხვა, უკანონო დაშინება და ზეწოლა სამხედროების მიმართ. თვითონ ამის ფაქტია როინ შავაძე, რასაც შეეწირა ეს ადამიანი და რისთვისაც ასე ვთქვათ, დახვრიტეს კაცი, უდანაშაულო მართალი ადამიანი, რომელიც თავის ამოცანას ასრულებდა კონკრეტულ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში. ფაქტიურად დაახლოებით რამდენიმე 1000 ჯარისკაცზე აღიძრა საქმე, ვითომ დეზერტირობაზე და ეს ერთ-ერთი მექანიზმი იყო იმის, რომ სამხედროებში შიშის განცდა დაემკვიდრებინათ, იმიტომ რომ ვიღაცას უკმაყოფილების გრძნობა არ გასჩენილა. მიხეილ სააკაშვილი დევნიდა განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს და მძიმე რეპრესიებს ახორციელებდა. ადამიანებს უსაფუძვლოდ მოგონილი მიზეზების გამო აპატიმრებდნენ, ართმევდნენ და ისაკუთრებდნენ მათ ბიზნესს, ქონებას და სიცოცხლეს. 9 წლიანმა რეჟიმმა მართლმსაჯულების და სამართალდამცავის სისტემა პოლიტიკური ანგარიშწორების და ძალადობრივ მექანიზმად აქცია. ჩვენს ქვეყანას ყავს ძალიან ბევრი უდანაშაულო პატიმარი, ნაწამები მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი განსხვავებული აზრის გამო დაისაჯნენ. ფსევდოდემოკრატიის სახელით სისხლიან რეჟიმს უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სანდრო გირგულიანი, გურამ შარაძე, ბუტა რობაქიძე, სულხან მოლაშვილი, როინ შავაძე, ზურაბ ვაზაგაშვილი, სერგო თეთრაძე. ასევე 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაცია, რომლის დროსაც 3 ახალგაზრდა მამაკაცი მიზანმიმართულად ჩაცხრილეს. და სხვა უამრავი ადამიანი, რომლის საქმეც დღემდე გახმაურებული არ არის. ყველა მეუბნებოდა იცით ახლა იმიტომ არა რომ ჩემი შვილია რომ ძალიან დიდ მოწინააღმდეგეს ხედავსო მაგაში და მიტომ გააკეთა ეს საქმეო და სხვათა შორის ამაშიც ვეთანხმებოდი მე რომ სულხანი ამოატივტივა მაგისი დახარჯული ბიულეტინი და სად მიდიოდა რას აკეთებდა ყველაფერი დაუდო საქვეყნოთ წინ რო ასე იქნა და რა თქმა უნდა ამის შემდეგ ეგ შეიძულებდა სულხანის და ყველაფერს გააკეთებდა მაგას. მარტო ჩემი შვილი რო იყოს, ალბათ ვიტყვი რომ რაღაცა მოხდა მეთქვი, მაგრამ აი სიარო წარმოადგინოს ადამიანმა თუ რამდენი საშინელება ჩაუდენია მაგას. ეხლა გვარები რო სათითაოდ ჩამოთვალოს შევწავართ, მაგრამ ვენაცვალე მაგათ მე ჩვენ ხშირად შეხვედრები ქონდა ხოლმე. ძალიან ბევრი ადამიანი გააუბედურა ბიზნესსა და იმას სხვა საკითხია, მაგრამ ფიზიკურად რო უსწორდებოდა ადამიანებს, რომელი ერთი ჩამოთვალო, სადაც მისი ბრძანებით, მისი მოლაპარაკებით, აი ესე ვიდიოდა და მე ნაღდად ვიცი, ჩვენ მაშინ ყავდა მეგობრები უпроსტად სულხანის რო ეუბნებოდნენ რომ ეს ამბავი რო ხდება მიქონდათ მაგასთან სურათი გადაღება თუ რაღაცა და ამითი ხარობდა თურმე პიროვნება აი ბორატად რო იქნება ადამიანი დაბადებული და აღარ იცის რაკნას მაგისი ასე ვთქვათ არსებობა ამ ქვეყანაზე მე არ ვიტყვი რომ ჩამოახჩონ დაახრიტონ ყველაფერი მაგრამ უბედურება რაშია საქმე იცით რო იძახის რომ მე დამნაშავე არა ვარო ან ცოტა ჭკუაზე არ უნდა იყოს ადამიანი ან კიდე თავხედი უნდა იყოს რომ ამდენ რაღაცას ფაქტებს რო ცხვირწინ დაგიდებენ რა ჩვენ გაგიკეთებია და
შემდეგ იძახი რომ მე დამნაშავე არა ვარო. არ ვიცი რა, როგორ გითხრათ მე. ის რომ სალომე ზურაბიშვილმა ამდენი დავით არაბის შემდეგ გაანთავისუფლოს. მე ხანდახან ესე ჩემთვის ვიტყვი ხოლმე რომ ერთი დამიდგეს წინ და თვალებში შემომხედოს რა. ქალბატონო ამას ვეტყოდი, ქალბატონო სალომე, თქვენი შვილი რომ მოეკლა სააკაშვილს და მე ვიძახო რომ ის პოლიტპატიმარი არის და ტასს უკრავდე თქვენ და ან მე ვიყო დაუშვათ პრეზიდენტი იმან თქვენ შვილი მოგიკლათ. აი გეკითხებით გაგეხარდებოდათ რომ მე ის გამენთავისუფლებინა? აი შემოხედეთ თვალებში და მიპასუხეთ ამაზე თქვენი შვილის მკვლელი რო ყოფილიყო ანალოგიურად ჩემი შვილის მკვლელია და რომ ვინ უნდა მითხრას მე რომ უნდა გავანთავისუფლო ვერ გაანთავისუფლე მე კატეგორიულად ლაპარაკობ რომ ვერ გაანთავისუფლე თუ ამ სისტემას კიდევ არსებობა უნდა დამნაშავეები უმოკლეს დროში პასუხისგებაში მიეცნენ. სამწუხაროდ სამართლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე და ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის 9 წელი სიმართლის დასადგენად იბრძოდა. 2015 წლის 20 იანვარს კი მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს. მე გავეცი ბრძანება მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების და ერთი წამით ამას არ უნანობ. და ჩემი ბრძანებით ჩვენი მერტფრენებიდან გაიხსნილი იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით ეს კოშკები განადგურდა და მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამით ამოისუნთქა თელმა სვანეთმა. შეუძლებელია საზოგადოებამ დაივიწყოს ასევე აფრასიძეების საქმე. 2004 წელს სვანეთში სოფელ ეცერში აფრასიძეების ოჯახში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც ომეხ და ევგენ აფრასიძეები ადგილზე მოკლეს. სამართალდამცველებმა აფრასიძეების საცხოვრებელი სახლის მისამართით ცეცხლი უკანონოდ გახსნეს, რაზეც პასუხისმგებლობა მაშინდელ პრეზიდენტს და შინაგან საქმეთა იმდროინდელ მინისტრს გიორგი ბარამიძეს ეკისრება. ეს სპეცოპერაცია რეალურად მოსახლეობაში შიშის დათესვას და ნულოვანი ტოლერანტობის გამართლებას ისახავდა მიზნად. დაზარალებული მხარე საქმის გამოძიებას ამ დრომდე ითხოვს. არ გაბედოს სალომემ იმის შეწყალება სააკაშვილის. თორემ ამას ძალიან ცუდი რაღაცები მოყვება მერე. ეხლა რო უხარიათ ნაციონალებს ვითომ გამოუშვებენო ის კი არა ის ხო რაღაცა დატრიალდება. არავინ და არ დაიზოგება მერე. ძაღლს რო კლავენ ძაღლს, იმაზე მგონი 4 წელია და ჩვენ რა დავაშავეთ ასეთი რომ შვილიც მომიკლეს, მეუღლეც მომიკლეს, ყველაფერი გადაგვიწვეს. ესენი ვინც მაგალითად გია ბარამიძე ის ნუ ვინც მაშინ პროკურორი რო იყო ადეიშვილი, ოქროაშვილი, მერავიშვილი, კაციშვილი დაკითხული არ არის. ეს სპეცოპერაცია კი არ იყო, ეს იყო თავდასხმა. თავდასხმა, ოჯახის განადგურება, მეტი ამას არაფერი არ ერქვა. ერთი შვილი ხო ქუჩაში იქ მომიკლეს კართან. ჩემი მეუღლე დაჭერილი მე სახლი ხო გადამიწვეს, ის შიგნით იყო ისე. ხო და ეს გოჩა და შმაგი კიდევ ესენი როგორც იქნა გამოვიდნენ, მაგრამ დაიჭირეს, დაჭერილი ყავდათ და გოჩას ამას უსინჯავდნენ, ის ხო იყო დანით, ის შტიკნოზით იყო დასერილი, განა ამას თოფი არ ქონდა მოხვედრილი გოჩას. ის იყო დანით იყო დასერილი და შმაგი გაშხლართეს იქ მიწაზე და იქ ისე შებორკეს და გაიყვანეს. მთლიანად დაცხრილეს სახლი, სადაც მე და ბავშვები ვიყავით. დამალული ზოგი ლოგინის ქვეშ ბავშვები პატარები იყვნენ მაშინ. ბავშვები სამკურნალო იყვნენ ყველა. ძალიან ცუდად იმოქმედა ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა. არა მარტო ბავშვებმა, ბავშვების დედამ მიიღო ტრავმა, იმას ქვია. დღემდე მკურნალობს ის ქალი, დღემდე. დედა
დედის გემო არ უნახიათ ჩემ შვილიშვილებს ამის გამო. ხო შეიძლებოდა ან დაგვნებდით, ან გესრით, ან რაღაცა პირდაპირ მოვიდნენ და დაგვიწყეს ზემოდან სროლა. თუ მაინც და მაინც ომეხეზე ქონდათ ლაპარაკი და ომეხე თუ ასეთი იყო დაეჭირათ, ხო? ხელფეხში ბორკილი ყავდათ. და რატო არ წაიყვანეს და რატო არ დაიჭირეს? რა მოსაკლავი რატო იყო? მე მოკლა რა არის? ჯერ ის ბეჭედი ქონდა ის ვერ აძრობდნენ, დანით წააჭრეს თითი. ფეხი დააბიჯეს, მკერდზე და ისე ამოგლიჯეს ის ზეწყვი. ამას ყველაფერს უყურებდნენ პატარა ბავშვები. ეს გააკეთა სააკაშვილმა და იმან ვარამიძემ. და მერე კიდევ იქ ჩემ კარზე ქალებს კუბდარებს თხოვდნენ თორმე. ამას ჩემი ცოდვა ეყოფათ მარტო. ჩემი ცოდვა. კუდარი იყო საწყალი ომეხი და როგორ არ იქნებოდა შუაზე გადაჭრილი იყო და ის ბოლოს მაინც ამაში რა ქვია იმან საკონტროლო ესროლეს რა თუნდოდა ის ცილიუს მიაბეს ერთმანეთს მკვდარი ისე დამიტოვეს ის $2007 წლის 7 ნოემბერი, დღე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. 17 წლის წინ მიხეილ სააკაშვილის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიციის პარტიები აქციებს მართავდნენ. 7 ნოემბრის დილით კი სამართალდამცველებმა პარლამენტთან გაშლილი კარვები დაშალეს. მშვიდობიან მომიტინგეებს კი სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ. სპეცრაზმა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ხელკეტები, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაძი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციების დაშლას საღამოს ტელეკომპანია იმედში შეჭრა მოჰყვა. სონდერჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მაუწყებლობა შეწყვიტეს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია 5 ყოფილი მაღალჩინოსანი. მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ზურა ბადეიშვილი. შემდეგ იყო 2011 წლის 26 მაისი და კიდევ ერთი გალაშქრება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა უმოწყალო დარბევა და უდანაშაულო ადამიანების მასობრივი დაკავება მოეწყო. სადამსჯელო ოპერაცია მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა მოქალაქეების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების გადამეტებად შეაფასეს. საპროტესტო აქციის დარბევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 250-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. რუსთაველზე პოლიციელი ვლადიმირ მანსურაშვილი და მოქალაქე ნოდარ ცხადაძე დაიღუპნენ. 27 მაისს კი თავისუფლების მოედანთან昔ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე 2 მოქალაქის ცხედარი იპოვეს. პროკურატურამ საპროტესტო აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებულად ცნო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია. მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი და ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. დავით ახალაია სპეცრაზმს მეტი დარბეული და დაკავებული ადამიანისთვის მაღალ პრემიას პირდებოდა. ჩვენ ვატავებთ რაც მეტი დაკავებულა. ო ჩუჩიმე, ვატავებთ ყველა მეტი დაკავებული მეტი პრემია. სულ ნელა. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან მანამდეც კი როცა ცდილობდა იგი ძალაუფლებაში მოსვლას და ხელისუფლებაში ყველამ კარგად დავინახეთ ძალადობრივი ხასიათი იმ ჯგუფის რომელიც ჯგუფსაც ის წარმოადგენდა. გახსოვთ ალბათ თავი ჟოზე კმარა და ისეთი აქციები. იქიდან მოყოლებული როცა ძალადობის
ძალას გაუგო მან გემო, მან გააგრძელა და არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩვენ ქციების მასობრივი დარბი 2014 წლის სამმართველოსთან სრულად უიარაღო ხალხზე, მაშინ თვალები დაკარგეს კიდე ხალხმა, მოგეხსენებათ ეს ჩემი კი 2011-ია მომხდარი, მაგრამ მანამდეც იყო და ცხონებულ გია მაისაშვილს დათვის ჟაკანი რომ მოხდა შულში, იმის მერე დაემართა ტვინის სიმსივნე და მაგის შედეგები იყო ის რომ გარდაიცვალა. არავინ არასდროს ამაზე პასუხი არ აგებინა მას. არც კი მოსთხოვეს უბრალოდ პასუხი. ძალადობა მისთვის უცხო არ არის და ამას აგრძელებენ ახლა იმ ფორმითაც რის საშუალება აქვთ. ამ წუთში მეც ვერ ძალადობს, თორე ძალიან დიდი სიამოვნებით იძალადებდა ხალხს, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობა მიდის იმ დონის, რომ მთელი ამ ტელევიზიებიდან რა სიბინძურის ნიაღვარიც მოდის, ამას ყველა ჩვენთაგანი უყურებთ და უსმენთ. მათ უნდა ძალადობრივად მოახდინონ კიდე ის, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ერთი სულიერ რევანშს დაიწყებენ. მაშინაც ერთ-ერთი მორიგი აქციების რაღაც კასკადი ქონდა ჩვენ მაისის 21-ში სახალხო კრების ეგიდით ტარდებოდა ეს აქციები და მოთხოვნები ქონდა ჩვენ რა ხელმეორე არჩევნების დანიშნვა, რიგარეში არჩევნების დანიშნვა ქონდა ჩვენ მოთხოვილი და მეტი არაფერი. ხა იქ არავითარ კონკრეტულ ვთქვათ შეიმწოდი და მე მოვალ კი არა, არჩევნები ჩატარდეს და ხალხმა გადაწყვიტოს. ადამიანი რომელმაც ამდენი დანაშაული ჩაიდინა და რეჟიმი რომელმაც ამდენი დანაშაული ჩაიდინა, თქვენ მოგეხსენებათ რამდენი ადამიანია დახოცილი, რამდენია ციხეში მოკლული ცემით და ასე შემდეგ. ჩვენ პირადად გარკვეულწილად ნაცნები გვაქვს ეგ ყველაფერი და მათ რა თქმა უნდა ეს არაფრად არ ჩააგდეს ჩვენი მოთხოვნები, რომელიც აბსოლუტურად კანონიერი იყო და ჩვენ არანაირ ძალადობრივ აქციისთვის არ მიგვიმართავს მაისში. დაგვარბიეს მაშინ უმოწყალოდ გამთენიას, უბრალოდ გამთენიას როცა კი 12 საათს გადაცდა. ხო და იქ დამიზნებით მესროლეს თვალში დახვებით სახის და ტანის მიმართულებით მესროლეს დაახლოებით 8-9 ტყვია და ერთ-ერთი მოხდა თვალში. ხო, რა თქმა უნდა, მაშინ ისეთი გახურებული ვიყავი, რომ არაფერი არ მიგრძნია. სიმართლე გითხრათ, ერთადერთი თვალი როგორც შედარებისთვის, აი როგორ ვიტყვით, ნატურა რო გადაიწვება. წკაპ და ჩაქრა, ხო? აი ეგრე ჩაქრა თვალი. ამასკო მე მივახციეთ ყურადღება როცა დილის 6 საათამდე საავადმყოფოში კი არ გადამიყვანეს, სამმართველოში წამიყვანეს და მცემდნენ კიდე იქ. სისხლი მომდიოდა, თვალი ესე ტყუარობაში მქონდა და შემდგომში უკვე ოპერაცია გამიკეთეს და რაც 65 ნაკერი მაქვს თვალში. 3 ნაწილად იყო გაგლეჯილი, პირდაპირ გახილული თვალში მოხვდა. ტყვია. ორი კაცი. ხო. ორი გვამი მჭირდება. მომიტანეს ორი გვამი. всё. პრემია დიდია. ეს სიტყვები შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დამნაშავე ვანო მერაბიშვილმა მუხროვანის ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა. მაშინდელმა ხელისუფლებამ 2009 წლის 5 მაისს სამხედრო დანაყოფები ამბოხის მზადებაში დაადანაშაულა და სპეცოპერაცია დაუზუსტებელი ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო. ყოფილი მაღალჩინოსნების თქმით, მუხროვანში ამბოხებულები ქვეყნისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდნენ და ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალება თავიდან აიცილა. მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება 9 თვეში დასრულდა. 41 განსასჯელიდან მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს შოთა გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი კი თიანეთის გზაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ქუჩაში ჩაცხრილეს. რეალურად კი ეს სპეცოპერაცია ჯარში შიშის დათესვას ისახავდა მიზნად, რომ არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს მოქმედი ხელისუფლების მისამართით უკმაყოფილება არ გამოეხატა. 2009 წლის 5 მაისი იყო.
როგორც მახსოვს ეს დრო არაფერი განსაკუთრებული იქ არ მომხდარა, ეს იყო უბრალოდ სამხედრო მოსამსახურეების პროტესტი მაშინდელი რეჟიმის წინააღმდეგ. როგორც ესეთი რომ იქ ამბოხება მომხდარიყო, რამე დაუმორჩილებლობას ქონიყო ადგილი, ესეთი რამე არ ყოფილა, იმიტომ რომ შენაერთები და დანაყოფები იმ დროისთვის და იმ დღისთვის, იმ კონკრეტული დღისთვის, 5 მაისისთვის ჩვეულ რეჟიმში იყვნენ, ყოველდღიური დღის განრიგით აბრძოლებდნენ ცხოვრებას, მიდიოდა მეცადინეობები ყველა დანაყოფში. ის რაზეც ბრალი წაგვიყენეს ამბოხებაზე და დაუმორჩილებლობაზე, ეს იყო გამოგონილი და თითიდან გამოწვეული მიზეზი და ამბავი, რომ რა ვიცი, ბრძანება მიიღო რამე დანაყოფმა, რომელსაც არ დაემორჩილა და უშუალოდ დანაყოფი. ერთ შეიარაღებული ადამიანი არ გამოსულა სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან და არ დაუტოვებია სამხედრო ნაწილის ტერიტორია თვითნებურად. აქედან გამომდინარე, დანაყოფები ჩვეულებრივ რეჟიმში იყვნენ, ყოველდღიურ ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, ყველა ასრულებდა თავის ფუნქცია მოვალეობას. არაფერი ეს იყო მათივე მოგონილი და ესე რაღაც შეკოწიწებული ამბავი, ყურით მოთხრეული, რომ რამდენიმე ქვედანაყოფში მზადდებოდა ამბოხი. და სამხედროებს ჰქონდათ ჩანაფიქრში ხელისუფლების შეიარაღებით დამხობა და შეიარაღებული გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ბუნებრივია ეს შედეგი არ დამდგარა. არ დამდგარა, იმიტომ რომ იდეაშიც არ არსებობდა ესეთი რამე. თქვენ გახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომიდან ძალიან მცირე ხანი იყო გასული. სამხედროებში იყო უკმაყოფილება, ესე ვთქვათ, და განცდა იმისა, რომ არ მიეცათ საშუალება დანაყოფებს ხელმძღვანელი პირებს, რომ თავიანთი ამოცანა და ფუნქცია მოვალეობები ბოლომდე შეესრულებინათ. აქედან გამომდინარე, იყო პროტესტის გრძნობა სხვადასხვა დანაყოფებში, იყო პროტესტის გრძნობა ჩემდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებშიც. ეს მაშინდელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ და ვიღაცამ როგორც ჩანს ეს სწორად გათვალა და გამოიყენა ეს განცდა იმ მიზნით და იმ მიმართულებით, რომ სამხედროებისთვის დაებრალებინათ ამბოხი და სამაგალითოდ დაესაჯათ რაღაც შემადგენლობა, რომ შემდგომში ვიღაცას კონკრეტულად სამხედროებს, სამხედრო მოსამსახურებს არ მოეხდინა რეალურად ალბათ რაღაც დაუმორჩილებლობა. ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენი სიმართლის დამტკიცება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავრიდებოდით მაშინდელ სიტუაციას და ასე ვთქვათ, მოგვიწია დევნაში ყოფნა, ძებნელობაში ვიყავით. ჩვენზე იყო ძებნა გამოცხადებული, გახსოვთ ალბათ ის პერიოდი, როდესაც ჩვენი სურათები ეგრეთ წოდებული ძებნელების გამოკრული იყო და გამოფენილი მთელი რესპუბლიკის სახელმწიფოს მასშტაბით ყველა დაწესებულების კედელზე, ყველა ავტოგაჩერებაზე. თანხაც კი იყო დაწესებული 300,000 ლარის ოდენობით, ვინც ჩვენს ადგილსამყოფელს შეატყობინებდა, რაღაცას უმტყუნა ნერვებმა შეატყობინა ჩვენი ადგილსამყოფელი და მოხდა ის, რაც მოხდა 21 მაისს, გამთენიისას. მანქანაში მოხდა ჩვენი ლიკვიდაცია, ესე ვთქვათ. და მე მძიმედ ვიყავი დაჭრილი, ოთანაძე იყო მძიმედ დაჭრილი და გია კრიალაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. კრიმინალმა ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ანგარიშწორება დემოკრატიის მიღწევად მონათლა და საერთაშორისო ასპარეზზე ლამაზად შეფუთული გაიტანა. 2011 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 2010-2012 წლებში ციხეებში 35,000-მდე პატიმარი იმყოფებოდა. პრობაციონერთა რაოდენობამ კი 300,000 მიაღწია. იმდროინდელი სახალხო დამცველის ანგარიში ასევე მოხსენია
მოხსენიებულია 176 პატიმრის გარდაცვალება, რომლის მიზეზადაც ძირითადად სუიციდი სახელდებოდა. სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში სისხლის სამართლის საქმეებში 99%-მა გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო და მხოლოდ 0.01% გამართლდა. ეს იყო რეჟიმი, რომელმაც მოახდინა მსოფლიოში უპრეცედენტო რამ. დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობა. 6000-დან 24500-მდე გაზარდეს პატიმრების რაოდენობა. ეს იყო რეჟიმი, რომლის დროსაც საქართველოს ციხეებში ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში სიკვდილიანობა. როცა ყოველ 10000 კაცს პატიმარზე დაახლოებით 70 ადამიანი კვდებოდა, ის რაც ციხეში კვდებოდა და ამას ემატებოდა ეგრეთ წოდებული სიკვდილის ექსპორტი, როდესაც მომაკვდავ ადამიანებს ერთი დღით ადრე ათავისუფლებდნენ ციხიდან და ისინი კვდებოდნენ ან ქალაქის საავადმყოფოში, ან სახლში ერთ დღეში და პრაქტიკულად ეს ამის აღრიცხვა არ ხდებოდა, თორე ამის ჩათვლით გაორმაგებული იყო ადამიანების სიკვდილობა. ეს იყო რეჟიმი, რომელმაც აკრძალა საქართველოს ციხეებში C-ჰეპატიტის სკრინინგი. იმიტომ რომ იყო გავრცელება ძალიან მაღალი და უნდათ და აი ამ სკრინინგის აკრძალვით მათ თავი არიდეს მკურნალობას და როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში აღმოჩნდა რომ ყოველ მეორე პატიმარს, ანუ 24500 პატიმრიდან 12000 პატიმარს ჰქონდა C-ჰეპატიტი და ეს იყო აბსოლუტური გენოციდისთვის განწირვა საკუთარი მოსახლეობის. ხელი უკან დაიდები. გეკითხები ბიჭო. გეკითხები. იტყვი თუ არა? მიდი. აი, რა მიგითხავ? ეხლა წები რა. ომი. იტყვი თუ არა ბიჭო? იტყვი თუ არა მეთქი? ასე იქნებ? არ ასე იქნებ ბიჭო? აი რა ხო? შემდეგ იყო საზარელი ციხის კადრები, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი საბოლოოდ დაასრულა. 2012 წლის 18 სექტემბერს არჩევნებამდე 2 კვირით ადრე გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები, სადაც პატიმართა ცემის, არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების ფაქტები იყო ასახული. შემზარავი კადრები გლდანის მერვე საპყრობილეში იყო ჩაწერილი. კლაუდრეკ ცემაში ხუდიდნენ სურთ სიციმოს გულისთვის 6 კაცი კლაუდა ეს ხალხი იყვნენ დაბმული ხალხის გულელები მიხეილ სააკაშვილი ბრიფინგებს მართავდა და ამაზრზენ ვიდეო კადრებზე პასუხისმგებლობას მის გარემოცვას აკისრებდა. თუმცა მან აღიარა, რომ ციხეში პატიმართა ცემით და შეურაცხყოფით წესრიგს ამყარებდნენ და სწორედ ამ მიზნით დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩო ახალაია, რომელიც სასამართლომ 2012 წელს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საჯარო ახსოვს დეპარტამენტის უფროსი, ესეთი კოპაძე, რომელიც იცოდა მათი ენა, ქურდების ენა, ელაპარაკებოდა ქურდები, იცავდა წესრიგს, ქურდები უზრუნველყოფდნენ, რომ პატიმრები არ გარბოდნენ, ქურდები, მაგრამ ქურდები აწესრიგებდნენ შიგრაღაც, რომ არ ყოფილიყო ბესპრეძელი, რასაც ქვია, მაგრამ მას აკეთებდნენ ქურდები. სამაგერად ქურდები კრიფებდნენ აფშაქს, სამაგერად ქურდები ათამაშებდნენ, რომ დაზორტულ თამაშებს და ვინც არ მოიტანა, ან ცემდნენ, ან კლავდნენ. ქურდები ციხიდან მართავდნენ დანაშაულს გარეთ. დავნიშნეთ 26 წლის ბაჩო ახალაი, რომელიც შევიდა და დაიწყო წესრიგის დამყარება. ქურდები გაიყვანა ცალკე კამერაში ჩასვა სარდაფში, უთხრა თქვენი კამერა თქვენ თუ უნდა დაალაგოთ, იმათ უთხრეს ჩვენ გაჩვენებთ წერს, მოაწყეს პუნქტი. მაგრამ შემდეგ დამყარდა წესრიგი. მაგრამ წესრიგი რა მეთოდებით დამყარდა? იმავე მეთოდებით, რასაც ისინი აკეთებდნენ. ცემით, ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ საზოგადოებას ეს აღარ ეხებოდა რა. საზოგადოება ეს უმართა პატიმრების მიმართ გამოიყენებოდა სამწუხაროდ ეს მეთოდები. 2012 წლის ციხის კადრების საქმეზე კი იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა დამნაშავედ ცნეს. რეალურად კი პატიმრების არაადამიანურად მოპყრობაში ამ რეჟიმის თვითოეული წევრი დამნაშავე იყო. ისინი პატიმრების წამებით და შემდეგ ამ კადრების ყურებით სიამოვნებას იღებდნენ. კრიმინალ ადეიშვილს სასჯელი დღემდე არ მოუხდია და უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. ძალიან მნიშვნელოვანი რის გამოც გასამართლებას ვიტყოთ, ეს არის
23 წელს ადამიანის უფლებათა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აკაკი ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, სადაც პირველად ითქვა, რომ საქართველოს ციხეებში სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ადგილი ჰქონდა ადამიანების სისტემურ წამებას, სისტემატურ წამებას და სისტემური წამება უკვე ნიშნავს, რომ იქ უნდა გასამართლდეს რა თქვა, რომელიმე ციხის დირექტორი, რომელიმე კონკრეტული მწამებელი ან თქვა სასილოსულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არამედ სისტემა უნდა გასამართლდეს, რომელმაც დაუშვა ადამიანების სისტემური წამება. ამ ყველაფრის გამო ვამბობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი უნდა გასამართლდეს. ციხის კადრების გავრცელების შემდეგ საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა აგორდა, რამაც მაშინდელი დამნაშავე რეჟიმი აიძულა შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია თანამდებობიდან გადაეყენებინა. გიორგი კისიშვილი, გიორგი საბანაძე, მერაბ ჩიკაშვილი. 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი პოლიტიკური გაერთიანება სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მერაბ ჩიკაშვილია, რომელიც სისტემური დანაშაულის სანდრო გირგულიანის მკვლელობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. 2009 წლის 15 ივნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ დამნაშავე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მოძრაობის წევრები რატომ, მათ შორის მერაბ ჩიკაშვილი და მოქალაქეები შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის დაწყებიდან 10 წუთში სამართალდამცველებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები სასტიკად დაარბიეს. ზონდერ ჯგუფებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და რკინის ხელკეტებით და ბეისბოლის ჩოხებით გაუსწორდნენ. პოლიციამ 38 პირი დააკავა. იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ხუთივე მათგანს მერაბ ჩიკაშვილს, დაჩი ცაგურიას, მიხეილ მესხს, გიორგი ჩითარიშვილსა და გიორგი საბანაძეს 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ოფიციალური მონაცემები 15 ივნის ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ქალატუნის ტრამვები და სხეულის სხვადასხვა სახის დაჟეჟილობებით აქციის 17 მონაწილე შეიყვანეს. განსაკუთრებული სისასტიკით მოეპყრნენ მოძრაობა რატომის ერთ-ერთ წევრს გიორგი ბექაურს. აღსანიშნავია, რომ სწორედ გიორგი ბექაურის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიტპატიმრებმა სტრასბურგის სასამართლო მოიგეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დამნაშავეცნო იმდროინდელი სახელმწიფო სისტემა და სასტიკად ნაწამები მოქალაქეების მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მე ვიყავი არასამთავრობო მოძრაობაში მერაბთან, დავით ფაცაციასთან, არასამთავრობო მოძრაობა რატომ? ესეთი ორგანიზაცია იყო, სამართლიანი ორგანიზაცია, სადაც ვეწინააღმდეგებოდით მიშას რეჟიმს, სასტიკ რეჟიმს. და ეს რეჟიმი კიდე რაში გამოიხატებოდა და იმაში თავიდან მოხდა პარლამენტთან, იქ გადავრჩი, იქ მართლა გადავრჩი ძალიან. მე ეს მოხდა, მგონი თუ არ ვცდები, მაისში მოხდა. მე ბიჭები დააკავეს, ჩვენი მეგობრები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ აქცია 15 ივნის სამმართველოსთან. და იქ მოხდა ყველაფერი, რაც მე გამიკეთა მიშას რეჟიმმა. კონკრეტულად რო გითხრათ, ძალიან უბრალოდ ეხლა ძალიან ძიმედ მახსენდება მართლა რა, არ დამინდეს, მართლა არ დამინდეს რა, ეს როლი ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხიდიდან გადახტომას ვაპირებდი, მამ სიმაღლე შემეშინა, უკვე ვეღარ უძლებდი ცემას. მაგ ხიდზე რო ავედი, გადავიხიე და მეთქი ვერ გადახტი, ისევ გადმოვედი უკან, მანქანის ქვეშ შევძევერ და წამავლის ფეხში ხელი. და სად მიდიხარ შენი, ესე შენი, ისე მე სამართლოს კარებამდე მიმიყვანეს, უკვე ვეღარ მერეოდნენ, რა ვიცი რა. მე ჯაჭვები მომაბის ფეხებზე და აი კიბეებს დასასვლელი ფოიეშამდე, სამართლოს ფოიეშამდე. სუციხლები დანი ქალბატონებიც იყვნენ, ნუ ურტყავთ ამას, ჩაგაკვდებათ ხელებში, არ შეიძლება ეს, ნუ ის არავის არ ითვალისწინებდნენ რა, კაცი მოხდებოდა ხელში, ქალი, ბავშვი თუ არ აქვს მნიშვნელობა. ყველას გამეტებით ურტყავდნენ და ძალიან მე რო შემიყვანეს სამართლოში რატომ ის მაიკა მეცვა, გარედან კოსტუმი, ეს შეკრული მქონა, ეს რო შეომახიეს ეს საროჭა და ეს კოსტუმი და პიჯაკი და ეს მაიკა რო დაინახეს, ამაზე ვაფშე გაგიჟდნენ. და ამაზე ვაფშე შემიყვანეს ტუალეტში.
და ეს მაიკა გამხადეს, ჩადეს უნეტაში, ამოიღე, ჩაიცვი ეხლაო. მეოთხარი ვეღარ ჩავიცმე, თან აი ყბა მქონდა მომტვრეული, წიხლი ჩამარტყეს რა და ვეღარ ვლაპარაკობდი. ეს ხვირპირიდან სისხლი გამდის. აზრზე არა ვარ საერთოდ, აი დებილივით ვიყურებოდი, მეთქი სადა ვარ. ძალიან ვიცოდი ეხლა ხო რა დღეს მომელოდა. მე ვიცოდი რა დღეს მომელოდა. მაგრამ ეგეთი დაუნდობლობა და ეგეთი სისასტიკე ნამდვილად არ მეგონა თუ აი ვერ ხვეწებოდი, მეთქი აღარ დამარტყათ. და დამლაგებელი შემოვიდა ფოიეში. და დაბლა ვეგდე რა, ეს გათიშული ვარ. წყალი დამალევინეთ მეთქი რა, გთხოვ და დამლაგებელმა წყალი მომიტანა და ბადრაგი მივიდა ხელში ჩაარტყა. ჭიქა გააგდებინა ხელიდან რა. ამასო ეხლა წყალი კი არაო, მე ვიცი ამას რაც უნდა ეხლაო რა. და ბოლოს მეთქი კვდები რა, აღარ შემიძლია. ჩამაგდეს მე სალონში არ ჩავსვეს. ბაგაჟნიკში ჩამაგდეს. სისხლიანი ვიყავი. ბაგაჟში ჩამაგდე, ჩაომაგდეს ღუდუშაურის გაჩერებასთან. და რომ მიმიყვანეს ღუდუშაურის ავადმყოფოში, ათქვეფილი მაქვს სახე საერთოდ რა, ხელები, ფეხები, სულ ეს ხში ბანაობს საკაცეში რა. და მოხვედიო ესე და მოგიყვანესო? კაიაო, მიდიო. გათიშული, გავიტიში, შემიყვანეს. საოპერაციოში გამკერეს, მიმკერეს, თავიდან შემკერეს რა. ფანდური დამამტვრიეს თავზე. 15 ნაკერი მედო თავზე. აი ამაზე მეტი სისასტიკე რაღა უნდა ჩაიდინოს და ეხლა კიდე გამოდის ქალბატონი სალომე. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. და ესეთი მანიაკი შეწყალება უნდა რა. ეს არავინ არ უნდა დაუშვას. ეს არ შეიძლება ეს შერჩეს ან მიშას, ან მის თანამოაზრეებს რა, ესე ვთქვათ რა. და არც ნაციონალები საერთოდ არ უნდა მოვი, აღარ უნდა გაეკარნონ არც საქართველოს, არც ქართველებს. ეს ჩემნაირები რამდენი არიან კიდე ესე გამწარებულები, რამდენი ოჯახი გაამწარეს. კაი მე გადავრჩი, მადლობა უფალს. მე გადავრჩი, მაგრამ რამდენი გაამწარეს, რამდენი მოკლეს ხო? ფაქტიურად, ბევრი მოკლეს. ბუტკებზე ყრედნენ, იქ დენმა დაარტყა. იქ მებში აიხლართა, დენებში აიხლართა, მართულებში აიხლართა. დესე ამათ უნდათ კიდე მოსვლა? მიშა, სააკაშვილი, საავადმყოფოში კი არ უნდა ეგდოს. უნდა ეგდოს აი სადაც მაგანა აშენა ის ციხე რა, მაგაზე უარეს ადგილზე უნდა ეგდოს ეგ რა. და გამოდის და ფილტვებსა და თირკმელებს აჭვინებს. მე რა დღეში ვარ? ყბა დღემდე ვერ ვგზნობ ყბას. აი მაგისმა რეჟიმმა ეგ მიყომე. აი ჩემი ხელები რა დღეში ვარ. მაგის მე თირკმელები საერთოდ არ მიყვირს და მაგის ნეკნები რა, მაგის სისტემე საერთოდ არ მიყვირს. და არც მაინტერესებს. მე ერთი ვარ, მაგრამ ჩემს გარდა კიდე 10 იყო ესე. ამას ვიზახით სუმცირეს. აი რა დღეში ვარ, ხო? აი მუხლები. აი ნახეთ რა, უბრალოდ რა. აი ეს არის ყველაფერი მიშას რეჟიმის გამო და მიშას რეჟიმმა გამიკეთა მე ესე. აი ესე მაწამეს სასტიკად გამისორდნენ. მართლა სასტიკად. თავარი სამმართველო, სადაც მე თვითონ გახდით წამყვანი ერთ-ერთი აქციის, ეს იყო 15 ივნისის აქცია, როდესაც ახალგაზრდებს მიზან მიმართულად გამოგვიცხადეს ომი და შეიძლება ასე ითქვას გადაგვირბინეს აბსოლუტურად ყველანაირი უფლებების ხელყოფით, ყველანაირი მორალური თუ მიზანშეწონილობის უგულებელყოფით და ეს საქმე იყო ერთ-ერთი მრავალ 1000 საქმეთაგან პრეცედენტული, იმით რომ აქაც სისტემა ევრო სასამართლომ შეაფასა როგორც მოძალადე და ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობდით, ჩვენ სრულად გავმართლით. თავიდან მოგეტყვით, რომ მე მის მიმართ და ზოგადად მიშა სააკაშვილის მიმართ არანაირი ემპათიური დამოკიდებულება და განცდა არ მაქვს. არ მეწოდება ეს კაცი. აი ადამიანურად მე ის არ მეწოდება. და ალბათ სამწუხარო ჩემნაირი ბევრია და მე კიდე საერთოდ შეიძლება იმ ურიცხ ადამიანებში კიდე ბოლო ვარ.
და იმ ოჯახებს რომელ ოჯახებსაც მან საერთოდ არა მარტო ის რომ შვილები, მეუღლეები, ძმები წაართვა და ფიზიკურად გაანადგურა. არამედ ზოგადად ამ ადამიანებს დღესაც კი ვინც ცოცხლები არიან და სამწუხაროდ მეც ვიცნობ რამოდენიმე მათგანს თავის ისტორიებით, ერთნაირი ისტორიებით არ ექნებათ არანაირი ადამიანური შეცოდება მის მიმართ. ვერც მოგთხოვთ, ვერც მე, ვერც ერთი ვერ მომთხოვს, რომ სააკაშვილის მიმართ ქონდეს რაღაცნაირი შეცოდება, რაღაც ადამიანურ რაღაცა ემპათიურ განწყობებზე და განცდებზე ვისაუბრო. გამორიცხული. იმ პერიოდში მისი რეჟიმის დროს, სააკაშვილის დროს, ვინც საერთოდ ზოგადად არც იყო დაბადებული და ანდა პატარები იყვნენ, მე მინდა განსაკუთრებით მათ უთხრა და ვთხოვო, რომ უბრალოდ ნახონ მოისმინონ და აი შემდეგ უკვე მართლა ამ კუთხით შეხედონ თუ სინამდვილეში რა იყო სააკაშვილის რეჟიმი და ზოგადად ვინ იყო და ვინ არის ეს კაცი დღეს. ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ეხლა სამწუხაროდ ისე იხდის სასჯელს, როგორც იხდის და რასაც ვხედავთ. ვინ არის სააკაშვილი? ვინ არის დამნაშავე სააკაშვილი? დამნაშავე კიდე შეიძლება ითქვას რაღაცა უბრალოდ ტერმინოლოგიურად რომ იმჟელოთ და ვთქვათ რომ დამნაშავე სააკაშვილი მარტო დამნაშავე არ არის. სააკაშვილი არის ავტორი და სააკაშვილი არის მის პირად სურვილებს, მის პირად ვნებებს, მის პირად განცხრომებს, მის პირად შურიზიებას მოყვა ის რაც მოყვა. და მე ახლოსაც ვერ მივალ იმ ოჯახების ტრაგედიასთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ცირედიც კი მათგან რო ჩაგეწერა და ვიცი რა ცითები არიან მათ პრობლემებთან და მათ ამბავთან, ჩემი ამბავი თუნდაც კი ბატონო თქვათ. ჩემ გამოდაკავებული, ჩემი ძმის ამბავი და შემდეგ უკვე ზოგადად ამ შემთხვევაში რო არაფერი თქვათ პატიმრობაზე, პირადად უკვე პატიმრობებზე როგორ გვექცეოდა ის, მისი რეჟიმი როგორ იქცეოდა და რატო მგონია და რატო ვარ დარწმუნებული რომ პირადად ის იყო ამ ყველაფრის ავტორი, თუნდაც რომ აი ასე მოპყრობოდნენ მაგალითად პატიმარ მერაბ ჭიქაშვილს, რომელიც ერთი შეხედვით თქვათ ერთხელ დააკავეს ადმინისტრაციული რაღაცა მუხლით და ვითომ არაფერი ხო რაღაცა და შემდეგ უკვე გაგზელდა და ზოგს გადაუყვანეს სისხლში, ზოგს გვემუქრებოდნენ რომ ეს რა არის ჯერ კიდე სათხარდა, მაგრამ პატიმრობის ყოფა იქ ჩვენი რა იყო, ჩემი პირადად რა იყო, როგორი იყო, როგორ მიზანმიმართული იყო და რა ხდებოდა თუნდაც საერთ დეტალს გეტყვით და რატო ვამბობ და რატო ვადანაშაულებ სააკაშვილს, რატო ვამბობ სააკაშვილზე რომ გარდა იმისა რომ ის ახლა რაზეც იხდის სასჯელს ხო საერთოდ ეს ცოტა ესეთი თემა აქვს ობიექტურად უნდა ვთქვათ ყველაფერი თუნდაც ის რასაც მას ახლა თქვათ ედავებიან რატო ვამბობ რომ აი ეს დამნაშავე სააკაშვილი ზუსტად მონაწილე იყო იმისას და მისი სურვილი იყო რომ ჩვენ პატიმარ მაგალითად მერაბ ჭიქაშვილს მოპყრობოდნენ ისე როგორც ეპყრობოდნენ და სხვა დანარჩენებზე ხო აღარაფერს აღარ ვამბობ რომ კაცების მამაკაცების ვაჟკაცების სიმწრის ტირილი და ღრიალი ისმოდა ძალიან ძნელია ამ ყოველფრის გახსენება ერთ მაგალითს ვიტყვიო, მაგალითად კარგია, აი თქო ვიღაცა იტყვის და მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო იმ ადამიანებს, იმ ახალგაზრდობას, ვინც ახლა მოისმენს, ნახავს ამაზე, იტყვის, კარგით რა, აი კარგით. აი უბრალოდ მინდა ვთქვა, რატომ მგონია რომ სააკაშვილი ან ვინმე, ვინა, სააკაშვილი და მერაბიშვილი რა. მოდი ვთქვათ, აი სააკაშვილი და მერაბიშვილი იყო, თქვათ, ჩემ შემთხვევაში, ვისაც აი, პირადად მას უნდოდა რომ თქვათ ურჩი მერაბ ჭიქაშვილი თქვა დაწყებული თქვა სანდრო გირგულიანის ამბიდან აი ერთ მაგალითს გეტყვით მაგალითად აი რა შემთხვევაში ანუ საკანში ხარ
ისედაც ან დათქვათ, აი უნდა შეგიყვანონ უკვე საკანში, ნუ გავიარეთ ეს საშინელი თქვათ 2009 წლის 15 ივნისის მთელი ის დღე დაკავება რაც იყო და ნუ სანამ საკნამდე ჩაგვიყვადნენ ხო საერთოდ, ნუ ნატორა იყო უკვე რომ აი რა შემთხვევაში შეიძლება რომ აი როდის მორჩებოდა, ანუ როგორ მივიდეთ ახლა, ნუ გარეთ გავიარეთ რაღაცა ეს მთელი დარბების კადრები, რაც სამწუხარო ძალიან ცოტაა, მაგრამ ნახავთ საზოგადოება ნახავს, ის ნუ იქ ცემები, ეს გეგეჭკორი და თავისი ეს მთელი ეს რა ვიცი პოლიცია კი არა, ეს იყო რაზმი ფაქტიურად სპეციალურად გამოშვებული იქ რომ 2009 წლის ივნისის სამმართველოსთან ჩახშულიყო, შემდეგ უკვე იმათი ცემების მერე დაგვაკავებენ შევყავართ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც გვერდზეა ქალაქის სამმართველოსთან, იქ უკვე გვცემს სპეცრაზმის თანამშრომლები, ოღონ არა ეგრეთ წოდებული რობოტები თუ რობოკოპები, ვიზეც ამბობენ ხშირად სამწუხაროდ, არამედ იქ ესე იგი სამოქალაქო პირებში ოღონ ეს მას ნიღბები რო უკეთიათ სახეზე და ეს რაღაცა სოდის და კუდის და ეს რაღაცა ვითომ ეს ელიტარული ამათი რაღაცა ეს ზონდერ კაციჭამიები, რომლებიც იქ გვცემენ და პირდაპირ ტროტუარებზე და უკვე იქ მიზანმიმართულად გვარჩევენ, ესე იგი ლიდერები ვინ ვართ ამ აქციის რომ გამოგვიყვანოს, აი გამოგვარჩიეს იქ საკონსტიტუციო სასამართლოს ეზოში. პირდაპირ მიზანმიმართულად გამორჩეულები უკვე რამოდენიმე კაცი დაგულეწეს აი ამ ადამიანებმა და უკვე ჩვენ რო უნდა შეგვიყვანონ სასამართლოში და ეს ხდება მე ამას ყვები მალე თორე ეს ხდება მთელი საათი გრძელდება ერთი ცემა მეორე საათი არის მთელი პროცესი ანუ დაახლოებით ანუ ეს დარბევა დაიწყო ნუ რა იყო მაშინ მე არ მინდა შევცდე დღის 12 საათი იყო თუ რაღაც რა და ნუ და როგორ და 5 საათზე თუ რაღაც აღმოჩნდი საკანში იქვე, ანუ ეს ეგრეთ წოდებულ სამმართველოს გამანაწილებენ ეს კაპეზეში 5 საათში აღმოჩნდი, როცა ყველაფერი იქვეა, ხო? სინამდვილეში რა უნდა ყოფილიყო, ხო? დააკავე, თქვა დამნაშავე, ჩაიყვანე, ნუ კაი, რამდენი კანი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ იქ იყო სასაკლაო მოაწყეს, იქცემეს ჟურნალისტების, იქცემეს პოლიციის თანამშრომლები, ვინ ჟურნალისტები დაიცვა, კორიდორს აკეთებენ ეგრეთ წოდებულ სიცხულის კორიდორს, სამმართველოს ეზომდეს სანამშევლად, საკმაოდ ისეთი მანძილია, იქ ხიდი უნდა გადახვიდეთ, იქ უკვე იწყებენ ეგრეთ წოდებულ კორიდორში. იწყება უკვე შერეული სამოქალაქო ეს სოდი და კუდი, ესე იგი გვატარებს სიცხვილის კორიდორში ბეისბოლის ბიტებით ხელში, ბეისბოლის ბიტებით ხელში გავყავართ, გვაგდებენ ამ კორიდორში და მიდის ჩვენი ცემა თავშია ესე პირდაპირ ტყმა ხერხემალში, არ ვიცი მე ზურგში აღარც ვიცით როგორანაირად, თქვენ რუსეთის აგენტებო, თქვენ მოღალატეებო, ნუ მაშინდელი ოპოზიცია გაერთიანებული იყო, თქვენ ყველას კარგად გახსოვს, ეს არის 2009 წლის 15 ივნისი, სამმართველოს ფოიეში დაგვიყარეს ყველანი, ეს გამორჩეულები, აი აქ უკვე მიდის ჩვენი უკვე ამ ნაცემების წარმოიდგინეთ ჩვენი შეურაცხყოფა მორალური, არ ვიცი, ნუ საშინელებები, ნუ საოცრებები იქ. მერე გადანაწილება რომ მიდის უკვე რომ კაპესზე ჩაგვიყვანონ, აი იქ უკვე რობოკოპები, კორიდორია გაკეთებული ეს, მთელი ეს რობოკოპების და ნუ რობოკოპებით და ფაქტიურად ნუ იქ ითიშები რა, ესეთი მომენტია რომ ვერ ხვდები და ამ კიბეებზე დაგორების რობოკოპები რაღაცა პერიოდი რაღაც წავბურძიგდი თუ რა იყო არ ვიცი და უკვე რომ ჩავედი აღმოჩნდი რომ ხვდები რომ საკანში შევყავარ და მე ხომ მესმის ეს ხვების ძული ანუ როგორ გითხრათ ნუ უკვე შენ თითქოს აი გაბუჟებული კი არა ხარ მაგრამ აი თითქოს რაღაც ის ხარ მაგრამ ეს მუდმივად გესმის ანუ შენ თავზე ფიქრი აღარ არის უკვე იმდენად უკვე ისე ხარ რომ ხედავ რა ხდება შენ სირგულებ რასაც ხედავ და ნუ მე აღმოჩნდა რომ უკვე თავი დაზიანე გონება დავკარგე რამოდენიმეჯერ და აი როცა საკანთან აღმოჩნდი და უკვე ვფიქრობ რომ ერთი სული მაქვს რომ ანუ რომ ხვდები რომ თუ საკანში შევალ ნუ ეს ეგრეთ წოდებული ეს გადანაწილებაა თუ რაღაცა რომ გადაურჩებით ხო და უკვე რომ უნდა გაიღოს საკანი და ასე შემდეგ და უკვე უნდა შევიდე მესმის ხმა ჭიქაშვილი არ შეიყვანოთ ჯერ ჭიქაშვილის სად არის და ნუ ახლა ეს მესმის ეს ხმა ძირს გვდივარ ფაქტიურად და მოდის ადამიანი ჯერ ნიღაბი უკეთია მას გვერდზე მოყვება ეს ეგრეთ წოდებული გარეწარი მაშინ იყო ფოტოგრაფი ასეთი რომელიც მანამდე მთელ აქციებს იღებდა და ჩვენი დარბევის პროცესებს და ყველაფერს იღებდა და ეს ფოტოგრაფი ძალიან ისეთი ნეგატიურად ძალიან ცუდი ადამიანი ეს მისი სახე ცნობილია ხოთა შორის აი ეს მადგება გვერდზე დგას ეს შიგნით უჭირავს ერთ ხელში
რა ქვია ვითევ თავისი ეს ფოტოაპარატი ხონდა მობილური ცხელში მე მეუნება რომ მუხლებზე დადექიო და უკვე ისე ვარ რომ რა მუხლებზე გვდივარ ძირს ეხა მუხლებზე დავდგები მე და რაღაცა ისეთ ანდა რომ დამეწყო თქვა წინააღმდეგობა რომ აი რაღაცა ისა და რობოკოპებმაც დამეხმარენ ანუ მუხლებზე ჩემ მიიღო ის მდგომარეობა რაც მას უნდოდა ჩემი მუხლებზე იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვარ ხო ხტებით ანუ ვხედავ ერთადერთი რომ თვალსაც უყურებ აი ვგრძნობ რომ ეს სისხლი ჩამომდის ანუ აი ის კი არა რომ კივილს კი ვერ ვგრძნობ მაგრამ აი რომ ვგრძნობ რომ ეს სისხლები ჩამომდის და იხსნის ნიღაბს ჩაულებრივ ახალგაზრდა კაცი ვერც ვიხსენებენ მეუბნება მიცანი მაფურთხებს ანუ რაღაც პაუზეს მერე მაფურთხებს შეგნებულად სახეში ეხლაც ვერ მიცანი მეუბნება ეხლაც ვერ მიცანი ბიჭო და ნუ ისე ვარ და უკვე ამის მერე იწყებს ჩემცემას ნუ მარტყავს ერთი და ნუ მახსოვს რომ ვითიშები რა ეს რობოკოპები და ესენი უკვე თვითონ ცემს მესმის ხმა რომ ეს იღებს ამ ყველაფერს და ამ დროს რაღაცა პერიოდში რომ თავდება ყველაფერი უკვე ფოტოგრაფიის სახის უკვე უნდა როგორ ვიცი რომ შეათრიეთ ისე უბნება ის ვინც იყო ეს ფურთხის ავტორი ტელეფონს იღებს რაღაცა ზარს ახორციელებს და ესეთი ხმამეს ესე ლაპარაკობს აუ ეხლა შენ აზი არ ხარ რას განახებთ ჯერ ასე ამბობს რას განახებთ და რა დღეშია ჭიქაშვილი ეს წვერებიანი ნუ ესა და ეს მერე უკვე ალბათ გადასცემს ხვას არ ვიცი და კი პასუხობს კი ნახავ ეს რა დღეშია ნახავ იქ ახსენებს რომ ისინიც ისე დღეში არიან კი ყველა გადაღებულია და ეს გადავიღე და აუ ნახავ რა დღეშია ეს და ესეც აგრძელებს ეს მეორე არაკაცი ფოტოგრაფი აგრძელებს ამ ჩემ გინებას და ნუ ბოლოს მახსოვს რომ კარები იღება საკნეს და შევდივარ მე ვიბრძოდი სააკაშვილის მისი რეჟიმის წინააღმდეგ და მისი ყველაზე პირველი რაც იყო ანუ გირგვლიანის თემიდან დაწყებული სადაც მე გამოვჩდი უკვე ღიად ამ პროტესტს რაც შეუერთდი ჩვენ მეგობრებს და საერთოდ პროტესტის აი ამ ფორმამ გაგვაერთიანა ეს იყო გირგვლიანის აქციები უკვე ბუტას მერე ბუნებრივია რომ ვებრძოდით ის სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილი გარდა იმისა რომ გვიშვებდა და უშვებდა ადამიანებს ციხეში უკანონოდ არა კანონიერად თავისთვის იმიტომ რომ ყველაფერი მორგებული ქონდათ არამედ უშვებდა უსამართლოდ შემდეგ თვითონ იკმაყოფილებდა მას რომ იქ მას მიზანმიმართული მას პირადი ქონდა პირადი აკავშირებდა მას ვანო მერაბიშვილს ახალაიას პირადი აკავშირებდა აი ამ მკვლელ და კაციჭამიან მეგის კარდავას რომელიც ჩამოვიდა და მიწას ემთხვია თურმე რო ჩამოვიდა ხო იმისავით რა ქვია დიდი ქართველი მოღვაწესავით ამ ადამიანების პირადი იყო ის და მე ვინ ვარ თქო კიდე ერთხელ ჩემი ისტორია არაფერი იმასთან შედარებით რაც თქვათ ადამიანების რომლებმაც და რაც გაიარა და რას უყურებ ჩვენ ახლა რატო ვამბობ რომ უსამართლობის უზარმაზარი განცდასთან ერთად მორალურად და ღირსებას ეხება ჩვენ ღირსებას ეხება დამიჯერე ჩვენ და იმ ადამიანების ოჯახების ღირსებას ეხება ხალხო იმ გარდაცვლილი შვილების თამაზმოლაშვილის ღირსებას ეხება არ ვიცი მე გირგვლიანის ერთადერთი კაცი დარჩა ხო ერთადერთი კაცი დარჩა გურამ გირგვლიანის ღირსებას ეხება მილიონო არ ვიცი როგორ ვთქვა 100,000-ობით ადამიანზე არის ლაპარაკი. ნუ მოგვერიდება ამის მათ ოჯახებს ეხება ბუტა რობაქიძეს დედას იასეხ ღირსება და სხვა დანარჩენის ღირსებას ეხება დღეს რო უყურებთ სააკაშვილი ვითომ დამანაშავე პატიმარი იმიტომ რომ ვითომს იმიტომ ვამბობ რომ ის რაზეც ედავებიან რა არის იმასთან შედარებით ხალხო მაგრამ თუნდაც იმაში რასაც ედავებიან როგორ და სად იხდის საჯოს და კიდე რა განცხადებებს აკეთებს და კიდე იმის განცდა თურმე რომ ჩვენ ის იყოს რა ქვია კონდეს იმის შიში წარმოიდგინე მუდმივად სულ რომ სამართალს ვეძებ სამართლიანობის როგორ მთავარ და ამ დროს რა ხდება რომ ეს კაცი ხვალზე შეიძლება არ ვიცი მე ჩემთვის სალომე ზურაბიშვილი უკვე ჩემთვის პირადად მე რო შევხედო სალომე ზურაბიშვილის გზას რო შევხედო გავლილს მე მერაბ ჭიქაშვილს რომელსაც მისთვის მხარდამჭერი აქცია მიყვავდა იმიტომ რომ როცა დადგა საფრთხე გრიგოლ ვაშაძე თუ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში მიხვდით რომ უდიდეს ბოროტებასა
და რაღაცა აი მორალური მას შორის გავაკეთეთ, ანუ უდიდესი ბოროტება ჩანდა რომ მოდიოდა პრეზიდენტად და ამ დროს რა ვქენით რომ სალომე ზურაბიშვილში როგორ უნდა დაფიქრებულიყავ ჩვენ მე და აი ამ დანარჩენ საზოგადოებას ხო უმრავლესობას ვინც გაიარა ეს საშინელი ჯოჯოხეთი ვისაც პირადად შეეხო სააკაშვილის მისი რეჟიმის მისი პირადი აი ეს დამოკიდებულება ეს საშინელი ჯოჯოხეთი ვისაც შეეთხო და ნახეთ მარტო ციხეში რაქნა ნახეთ მარტო პრობაციონერებს რა უქნა ნახეთ როგორ დატოვა შვილები მამების გარეშე ნახეთ როგორ დატოვა მეუღლეების გარეშე ცოლები მეუღლეების გარეშე და თვითონ დღეს იძახის და დედამისი თვითონ ამბობს დღეს სააკაშვილი ამბობს ხან მომტიმარი სახით ხან იმის რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაუბრუნოს მამა შვილებს მაშინ კითხვა სვავ ნიშა სააკაშვილმა რომ მოუკლა შვილებს მამები დებს ძმები და ცოლებს მეუღლეები ქმრები იმას ვინ დაუბრუნებს ეს არის ამიტომ არის რომ არ მინდა ვილაპარაკო ჩემზე მილიონი რამ არსებობს ყველა მტკიცებულება არის ყველა გაყვანაზე წამების და ტოლფას იმ პირობებზე ციხეზე არავინ ლაპარაკობს ხალხს რას უშვებოდნენ კაცებს რას უშვებოდნენ რაზე მიყავდათ ოღონ ეღიარებინა და რა უნდა გეღიარებინა ციხის შემთხვევაში რომ მოღალატე ხარ და ვერ შეძლეს ეს ბიჭებმა სამხედროებმა მით უმეტეს როგორია ამის აღიმომო და ბევრმა კიდე ვერ გაიმიტომ როცა პირადად იტანდა როცა ოჯახის წევრებზე დაიწყო და რაც დაიწყო იცით ოჯახის წევრებზე სულ ვამბობ აი როგორ შეიძლება მეტი აუხსნა და ახლო არც ერთ პატიმარს სააკაშვილის პირობების დროს არც ერთ პატიმარ კაცს არ უნდოდა რომ მისთან ამანათის მისატანად ან სანახავად მისულიყო დედა ცოლიან და იცით რატომ? კითხვა არ ჩდება რატომ? იმიტომ რომ ღირსების შემლახველი იყო ეს. იმიტომ რომ მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ აი ეს ნაძირლები ის მისი სისტემის დამნაშავეები ვინც იქ აი ამ საწყალი დედებისგან დაქრივებული მეუღლეებისგან დებისგან იღებდნენ ამანათებს. შეურაცხყოფას აყენებდნენ. ყველაზე მეტად დღეს რომ საფრთხის წინაშე ვდგავართ ისევ ეს კაცი რასაც უყურებთ როგორ იქცევა და იმის მოლოდინში რომ გავიფიქროთ რომ აი ამ საშინელება რო ხდება მთელი მსოფლიოში ირგვლივ რაც ხდება დღეს კიდევ ბრუნდებით საათ რომ ეს კაცი გამომსვლელია ან შეიძლება თურმე სალომე ზურაბიშვილმა და ჩვენ ხო ვიცი თეორიაში არსებობს კანონიერად ეს მას შეუძლია თქვას გამოიყენოს ეს მისი უფლება და ევროპელები ამას ღიად ეუბნებიან ყველა იქ ჩასვლაზე რომ გამოვიდეს სააკაშვილი გათავისუფლდეს სააკაშვილი თუნდაც 1 საათით დავარებოთ იმას თავი რომ რა თქმა უნდა იმედია რომ ოცნებაზე როცა ყოველთვის ვამბობდი თუ რამეზე გაბრაზებულოდო ვაკრიტიკებ ეს არის სწორად რომ სისხლის სამართლის დამნაშავე კაცმა რომელმაც ქვეყნის 22% ტერიტორია დაკარგა კაცმა რომელმაც 35,000 კაცს მუდმივად ციხეში წამება გამოატარა კაცმა რომელმაც ამდენი პატიმარი მოკლა ქუჩაში 500-მდე ახალგაზრდა ჩაცხრილა კაცმა რომელმაც თავის ქვეყანას გენოციდი მოუწყო ბიზნესი ატერორა ეს კაცი კიდე დღეს გამოვიდეს და მან იზრუნოს კიდე იმაზე რა სრულებიც აქვს და მან მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მან განაგოს პროცესები და ის ემუქრებოდეს შემნაირ და 80% იმ მოქალაქეს და მოსახლეობას ვისაც სიცოცხლე გაუმწარა ემუქრებოდეს მე შენ განახებ რას გისავ დღეს კი ვხედავთ თუ როგორ ცდილობენ მორალისგან დაცლილი ადამიანების სისხლიანი და მანიაკალური რეჟიმის შემოქმედის მიხეილ სააკაშვილის გამართლებას და ყველა ბინძურ ხრიკს მიმართავენ რომ დამნაშავე კუთვნილი მსჯავრისგან გაათავისუფლონ ადამიანი რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და თავის სამშობლოდ უკრაინას მიიჩნევს მზად არის ძალაუფლების დასაბრუნებლად სისხლი კიდევ ბევრჯერ დაღვაროს ის დღეს კიდევ ბედავს და ლუქს პალატაში წამოწოლილი საზოგადოებას ემუქრება და მოუწოდებს რომ პატიმრობიდან გაათავისუფლონ.
ვაპირებ ტრიშკინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, მე აუცილებლად ვიფიქრებ თქვენთვის, ჩემს სიცოცხლე არაფერს არ წარმოადგენს, მე ჩემი თავისუფლება სიცოცხლე გავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და უთხარ, რომ ახლა თქვენ შეგიძლიათ ეს აიღო. თქვენ შეგიძლიათ ეს ხელში დაიკაცოთ და გამოიყენოთ როგორც ინსტრუმენტი თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შეუძლებელია საზოგადოებამ დაივიწყოს ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმი და დამნაშავე სისტემის შედეგად მოკლული, გაუბედურებული, შეურაცხყოფილი და დაღუპული ადამიანები და მათი ოჯახები, რომლებიც დღემდე ამ ტკივილით ცხოვრობენ და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში არიან. და კვლავ ისმის კითხვა, იმსახურებს თუ არა შეწყალებას დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი. ამ კითხვაზე პასუხს მოკლული ადამიანების ოჯახის წევრები ელოდებიან.